კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეობაა, ჩემი გადაცემის და თქვენი გადაცემის დღე და მოგესალმებით ყველას, ნიკოს, ნენეს, ნინიას, მაშოს, დემეს, იოს, ყველას, ვის სახელების არც ვიცი, ვინც ვიცი რომ უყურებს ამ გადაცემას და ვინც ჯერ კიდე არ ვიცი. ბევრი ხარ და მიხარია რომ ხშირად უყურებთ ხოლმე ლიპარას გეობას და მე თქვენს ემოციებსაც და შთავეშლებას მიზიარებთ ხოლმე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი წიგნი, რომელსაც ჰქვია წიგნის მსოფლიო დედაქალაქი. გსმენიათ წიგნის მსოფლიო დედაქალაქზე რამე? არა? თუ კი, შეიძლება კი, რომელი ქალაქებია ამას ცოტა ხანში კიდევ მიუბრუნდებით. მოგეთ ეს არის ნამდვილ ამბავზე მსოფლიოს დედაქალაქები, მართლა არსებობენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქები წიგნები და ერთ-ერთი თბილისიც იყო მათ შორის, სხვათა შორის და წიგნის მსოფლიო დედაქალაქა თბილისი ერთმა ძალიან ყოჩაღმა და მაგარმა გოგომ აქცია ერთ-ერთმა ნინია მაჭარაშვილმა და სხვა ბევრ ქალაქთან ერთად თბილისიც იყო ერთი წელი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი და ეს გულისხმობდა რომ ბევრი წიგნი ითარგმნებოდა, უფრო მეტი ადგილები წიგნებით ივსებოდა, მოკლედ წიგნსაც მივყვეთ და ვნახავთ რას გულისხმობს წიგნის მსოფლიო დედაქალაქობა. ბოდერ ალ-კასიმის დაწერილი წიგნია და დენიზე დამანტის ილუსტრაციებით არის გაფორმებული. ძალიან ლამაზად მოხატული და მოთხრობილი მარტივი წიგნია. დავიწყოთ, აბა რა არის წიგნის დედაქალაქი? კიდევ ერთხელ ერთად ვნახავთ. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ ან თუ კიდე თვალგახელმა წარმოიდგინოთ. დავიწყოთ. წარმოიდგინეთ ქალაქი, რომელიც არ გავს სხვა ქალაქებს. აქაც არის ქალაქი, ესეც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ჩემს უკან. წარმოიდგინე ქალაქი, რომლის გულისცემაც ყველასგან განსხვავებულია. წარმოიდგინე ქალაქი, რომლის ქუჩებით შემკულია წიგნებითა და ცოდნით. ნახე სახურავებად რა ლამაზია. სადაც ხალხი ნაცვლად მოკითხვისა როგორ ხარ, გეკითხება, რას კითხულობ? სადაც ყველგან ბიბლიოთეკებია და წიგნის ჯიხურები ყველა ქუჩაზე. სადაც ამბებს ყვებიან პარკის კამებთან თუ სათამაშო მოედნებზე. პლაჟებსა თუ სავაჭრო ცენტრებში. მუზეუმებსა და გასართობ პარკებში. თუ ამგვარი ჯადოსნური ადგილი არ არსებობს? თუ არსებობს? დიახ, არსებობს. სხვათა შორის მსოფლიოში ბევრ ქალაქს შეეფერება ამგვარი აღწერილობა. მთელი მსოფლიო ამ ქალაქებს წიგნის მსოფლიო დედაქალაქებად აღიარებს. ბეირუთიდან ამსტერდამამდე, ალექსანდრიდან მადრიდამდე, ათენიდან პორტ ჰარკორტამდე და შარჯიდან ბუენოს აირესამდე. თითოეულმა ამ ქალაქმა წიგნები და კითხვა საკუთარ რუკებზე მონიშნა. მათ შექმნეს მკითხველთა და მოაზროვნეთა თაობები, რომლებიც თავიანთ მომავალს ააშენებენ. წარმოიდგინე, როგორი იქნებოდა სამყარო უკლებლივ ყველა ქალაქი ამისი მსგავსი რომ იყოს. იცით თუნდაც ერთი ქალაქი, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ყოფილა? ნახე, აქ უკვე რუკები, დროშებია. მადრიდი, ალექსანდრია, ეგვიპტე, ინდუეთი, ნიუ-დელი, ანტვერპენი, ბელგია, მონრეალი, კანადა, ტურინი, ბოგოტა, კოლუმბია, ამსტერდამი, ნიდერლანდები. ბეირუთი, ლუბლიანა, ბუენოს-აირესი, ერევანი, ბანგკოკი, ვროცლავი, ათენი, კუალა-ლუმპური და თბილისი, საქართველო. თბილისი იყო 2021 წელს და მე თან არის ერთი წელია ხოლმე მსოფლიო დედაქალაქი და მე სხვა ქალაქს გადაულუცავე ხოლმე. წიგნის დაბადების დღეს არის ხოლმე 23 აპრილს იწყება და მეორე წლის 23 აპრილამდეა ერთი წელი მთელ ქვეყანაში დიდი დღესასწაულია და მთელმა მსოფლიომ იცის რომ კონკრეტული ქალაქი არის მსოფლიოს დედაქალაქი.
და მერე საქართველოს თბილისმა ეს საპატიო ჯილდო წოდება გადაულოცა გვადალახარას მექსიკაში გადაიტანეს სოფლის დედაქალაქის შემდეგ წელს. და დიდი მადლობა ამისთვის ნინიას და ყველა ადამიანს, ვისაც წიგნები უყვარს და წიგნების გავრცელებაზე ზრუნავს. აბა დიდი მადლობა და შემდეგ ლიპარასკევობამდე გემშვიდობებით ჩემი დიდი თუ პატარა ხელნაკეთი წიგნებით, თქვენ შეგიძლიათ რომ პატარა წიგნები გააკეთოთ სხვადასხვა თემაზე, როგორც მოგინდებათ, ზოგი ჩემ ვიდეო გაკვეთილებშიც იპოვოთ როგორ კეთდება და გაერთოთ, იკითხოთ და ისიამოვნოთ. დიდი მადლობა. შემდეგ ლიპარასკევობას შევხვდებით.